გიორგი ხატიაშვილთან ერთად გავაგრძელებთ ანალიზს ამ ვითარების. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მადლობა. ეტაპი, როცა სანქციები ძალაში შევიდა უკვე, ხო? დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ რაღაცნაირი დროის გაწელვის ეტაპი დასრულდა, როგორ გონიათ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ეს ასე ვთქვათ, ყოველთვის იყო მოსალოდნელი, ტრამპი არასოდეს არ მალავდა, რომ თუ არაფერი არ გამოვა, მერე ჩვენ უფრო გადავალთ, ვთქვათ, მკაცრ ხელზე და შესაბამისად ეს ეტაპიც დადგა. ნუ თვითონ ტრამპმა აღნიშნა, რომ იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნება, მაგრამ ეთყობა ის მოთმინების ფიალა იქნება თუ ის ვადა რომ რამდენი სატელეფონო ზარი გაიმართა, ხო, ალასკაშიც შედგა შეხვედრა, ბუდაპეშტშიც აპირებდნენ, მაგრამ არსობრივი მოცემულობა არ იცვლება. არსობრივი მოცემულობა არ იცვლება. ერთი მხრივ ვლადიმერ პუტინი არ არის მზად ამ ომის გაჩერების, უпростоრად მზად არის გააჩეროს თუ უკრაინა მოახდეს დონბასის ევაკუაციას, რასაც უკრაინა არ თანხდება მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ის რომ რუსეთმა 3 წელია ვერ აიღო ხო მთლიანი დონბასი და ითხოვს იმას, რასაც კიდე 5 წელი შეიძლება დასჭირდეს და 10,000 ჯარისკაცის ფასი შეიძლება დასჭირდეს. მეორეს მხრივ ესე იგი ის ამბობს თქვა ის დათმობს რაღაცას ხერსონში და ზაპოროჟიეში, ესეც ხო ვირტუალური დათმობა, იმიტომ ის არ ფლობს იმ მიწებს, რომელსაც ის ვირტუალურად თმობს. ანუ პუტინი ითხოვს, რომ რაც ჩემი არ არის მომეცი და თანახმავა რომ გავაჩერო, თქვა სამხედრო მოქმედებები და ამაზე რა თქმა უნდა უკრაინა არ მიდის და შესაბამისად ეს ჩიხი უკვე და თქვა ამერიკის პრეზიდენტს ასე თქვა ხელში ამოუვიდა და გადაწყვიტა რომ რაღაცა უფრო კაცრი და მტკიცე ნაბიჯები გადადგას და სხვათა შორის ესეც ხო ნიშანდობლივია რეალურად რომ გავაანალიზოთ ხო რაც არ უნდა და ბაიდენი და ტრამპის ადმინისტრაცია ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და ერთმანეთი ლანძღვა აგინონ თუ შევხედავთ ეს მთლიანობაში და ანალიზს გავაკეთებთ რეალურად დიდი არაფერი შეცვლა ხო რაც ტრამპ მოვიდა ერთი სანქციაც არ მოუხსნიათ რუსეთისადმი გაგრძელდა იარაღის მიწოდება კი უფრო მეტი აქცენტი იყო დიპლომატიაზე სატელეფონო ზარება მოიმატა თქვა ზელენსკის ალაგ-ალაგ კრიტიკამაც მოიმატა მაგრამ არსობრივი და სტრუქტურული საკითხები არ შეცვლილა ხო ამერიკა აგრძელებს უკრაინის მომარაგებას იარაღით და სადაზვერვო ინფორმაციით და რუსეთზე ერთი სანქციაც კი არ მოხსნილა შესაბამისად ხო ხა ჩვენ ბევრი ანალიზი გვესმოდა აქამდეც რომ აი რა სიზამს ყირიმს დაუთმობს არ დაუთმობს ასე შემდეგ უნდა გვესმოდეს რომ საგარეო პოლიტიკა უფრო სხვა კანონზომიერებით იმართება ვიდრე ეს ყოველდღიური ასე ვთქვათ ის ქარტეხილებია კი ბატონო ტრამპ თქვენ ადარებდით ორ ადმინისტრაციას ერთმანეთს და ალბათ სხვაობა მაინც არის ის წინასაარჩევნო დაპირება რითაც ტრამპი მოვიდა რომ ამ ომის დასასრულს მოიტანდა ის და რიტორიკაც ამაზეა აწყობილი აი ეს ორი აქცენტი რაზეც ჩაჰინი აკეთებდა აქცენტს სხვა შორის მას ნატოს გენერალური მდივანი ედგა გვერდით ეს არ იყო შემთხვევითი რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ გამოცხადება ანუ რუსეთი როგორც ტერორისტული სახელმწიფო ფაქტობრივად და მეორე აქტივების ანუ რუსებისვე ფულის გაყინულის გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ ანუ ფინანსები დადის ეს იმ მიზეზამდე რომელმაც შეიძლება ომი გააჩეროს პუტინის მმართველობის პირობებში ხო აქ ეს რამდენიმე საკითხია ერთი რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება ხო ეს პოლიტიკური ნაბიჯია რა თქმა უნდა რამდენად ადმინისტრაცია დასთანხმდება იმიტომ რომ მაგალითად ვიცით რომ კუბა არის გამოცხადებული ტერორისტის სპონსორ სახელმწიფო და ნუ იქ მე უფრო მეტი შეზღუდვებია სახელმწიფო შორის კომუნიკაციების და რაც შეიძლება თქვა ადმინისტრაციას ამ წუთას არ აწყობდეს ანუ ნახოთ რა ადმინისტრაცია რა პოზიციას დაიკავებს რაც შეეხება ნუ აქტივებიც ხო ხო უკვე ჩამორთმეული რუსეთი ამონს აწარმოებს ამ გაყინული აქტივების მიუხედავად რომელსაც კიდე არ აქვს ცნობა და არც ექნება რაც შეეხება გააჩერებს თუ არა პუტინი ომს ეკონომიკური პრობლემების გამო ახლო მომავალში არა და რატომ არა? იმიტომ რომ ავტორიტარულ სახელმწიფოშიც კი მიუხედავად იმისა რომ ხა ის მაინდა-მაინც არ არის დამოუკიდებელი ხალხის ნებაზე გარკვეული წნეხი თქვა არსებობს ანუ მაგრამ ხვალ ომი გააჩეროს თავის ხალხს რა უნდა უთხრას ამ ხელაფასი რატო გადაიხადეს როდესაც თქვა აი დონეცკის ოლქიც კი ვერ აიღეს მთლიანად ანუ სანამ ომის გაჩერება უფრო სახიფათოა მისთვის ვიდრე ომის გაგრძელება ის ომს გააგრძელებს ეს ერთი ეხა მეორე ფული ეყოფა თუ არა რუსეთი არ არის კუბა ხო კუბის ეკონომიკური იზოლაცია შეიძლება
და რა თქმა უნდა ხა ის ნავთობზე და ტანკერებზე ნადირობაც გაგრძელდება, მაგრამ რუსეთის ასე თქვათ ეს ამ განვილმა სამაწელმა ხო გვანახა რომ რუსეთის ასე თქვათ თლიანად ამოგდება მსოფლიო ეკონომიკური ქსოვილიდან ესე იოლად არ ხდება. ეს რომ იოლად მომხდარიყო 3 წლის წინ დაასაქცირებდნენ ლუკოილს და როსნეფტს და არ გვექნებოდა არც ტანკერის ფლოტი და არც თქვათ ინდოეთში გადამუშავება რუსეთის გაზის. ამიტომ რა თქმა უნდა რუსეთი შეეცდება რომ რაღაცა მაინც გაყიდოს თავის ნავთობი და ახლო მომავალში უბრალოდ არ და ვერ გააჩერებს პუტინი ამ სამხედრო მანქანას, იმიტომ რომ როგორც თქვი შეიძლება უფრო ძვირი დაუძდეს მას ომის გაჩერება. თუმცა რა თქმა უნდა ხა ტკივილს ის 3 წლის მანძილზე მიღებული სანქციები და ეს სანქციები რა თქმა უნდა აყენებს ტკივილს, რა თქმა უნდა ბიუჯეტსაც აყენებს, იმიტომ რომ როსნეფტი და ლუკოილი ერთად არის რუსეთის ნავთობის წარმოების 55% და ნავთობი და გაზი თქვათ მე-4-დია, ხო 24%-ია, 25%-ია რუსეთის მარტო ლუკოილს 10%-ი შეაქვს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა ეს მტკივნეული იქნება. როგორც აქამდე სანქციები იყო მტკივნეული, რამდენად ეს ზარბაზნების სროლას გააჩერებს, მე პირადად არ მგონია რომ ახლა ამის გამო მან იმიტომ რომ ეს თან დასავლეთსაც ხო უნდა ანახოს რომ ვერ გამაჩერებინებთ ეკონომიკური კი ბატონო გასაგებია ფინანსებზე ფინანსური აქცენტი გასაგებია ახლა სამხედრო აქცენტზე ვიკითხოთ მიუხედავად იმისა რომ ტომაჰავკები ჯერჯერობით არ გადაეცა უკრაინას Wall Street Journal-ი წერდა რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა და ერთი დღის წინ უკრაინამ გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებული Storm Shadow-ის ტიპის პროთოსანი რაკეტები გამოიყენა რუსეთში ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე იერიშის მისატანად. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა და იერიშს წარმატებული უწოდა. ეს ტრამპის ეს აკრძალვის მოხსნა ტრამპის მხრიდან და სამხედრო კომპონენტი, მოკლედ ომის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე კონკრეტული სამიზნეებით. ეს დაასუსტებს თუ არა პუტინს? ხო, აქ თუმცა ტრამპმა მე განაცხადა რომ ჩვენ რახან რაკეტებს არ ვაძლევთო, ჩვენება არც მიგვიცია და არც არ მიგვიცია. ხო, საჯარო განცხადებებზე არ ეკმე Wall Street Journal-ის ინფორმაცია წავიკითხე წყაროზე დაყრდნობით, კი ბატონო. ეს გასაგებია რომ არ არის დადასტურებული ოფიციალურ დონეზე, მესმის დია. რა შეეხება ახლა იმ ტომოჰავკებს, აქ უნდა გვესმოდეს რომ იქ ფიზიკურადაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ ის გამშვები მოწყობილობებიც უნდა გადასცენ უკრაინას. და აქამდე თვითონ ამერიკელები რა რაკეტებსაც აძლევენ, იმაზე გვახსოვს ჩვენ რომ ბოლოს ბაიდენმა მოუხსნა ყველა შეზღუდვა. ახლა უკვე შეიძლება უკვე ევროპელებმაც მოუხსნეს, თუმცა როგორც მე მახსოვს ბრიტანულ რაკეტებს აქამდეც იყენებდნენ უკრაინელები შორს მიმავალ რადიუსზე. ხო, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა ეს არის ერთი მხრივ წნეხის გაზდა რუსეთზე და რუსეთი იძულება რომ თქვათ არსებულ ფრონტის ხაზზე მაინც გაყინოს ცეცხლი და რა თქმა უნდა ესეც მიაყენებს ზარალს რუსეთს, მაგრამ აქაც შემოდის ის რომ გვახსოვს ჩვენ ხო რომ ჯერ იყო ჰაიმარსი, მერე იყო თქვათ Storm Shadow სხვა რაკეტები, ანუ ხდება ომის ადაპტირება, ანუ რუსები სწავლობენ ამ რაკეტების ჩამოგდებას და რა თქმა უნდა ეს ზიანს აყენებს, რა თქმა უნდა ეს ფრონტში რაღაცა კონფიგურაცია ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის საკმარისი რომ პუტინმა ზარბაზნები გააჩეროს და რაც შეეხება ტომოჰავკებს კიდე აქ ასევე რო ავიღოთ მემკვიდრეობითობა ბაიდენსა და ტრამპს შორის, როგორც ბაიდენ, ანუ აქ არის ასევე ეს თქვათ ირიბი მორიდება ესკალაციის, იმიტომ ჩვენ გვახსოვს ბაიდენის დროსაც ხო რომ აი კილომეტრებს უწვლიდნენ უკრაინას, ხან ერთი იარაღი, ხან მეორე, ხან 60 კილომეტრის იქით არ შეიძლება ხან შეიძლება და ნელ-ნელა უხსნი და აქაც ეს არის, ხო ჯერ არ აძლევენ ტომოჰავკებს, იმიტომ რომ ეშინიათ ესკალაციის. შეიძლება ეს დღე დადგეს, როცა მისცემენ ტომოჰავკებს, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ფრთხილი მიდგომა ასევე ნარჩუნდება ბაიდენ-ტრამპის ადმინისტრაციას შორის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მიუხედავად რიტორიკისა, მიუხედავად საგაზეთო სათაურებისა, ინსტიტუციური და ბიუროკრატიული მემკვიდრეობა ორ ადმინისტრაციას შორის ნარჩუნდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და